მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ უყურებთ გადაცემა პერფორმანს, მე კი მისი წამყვანი თეონა ლომსაძე ვარ. უშუალოდ სანამ დღევანდელ თემას შევეხებით, მანამდე არ შემიძლია არ აღნიშნო ის ფაქტი, რომ დღეს ჩემთვის არის პირველი გადაცემა, ღელვარება რასაკვირველია უფრო და უფრო მატულობს, მაგრამ ზოგადად ეს გადაცემა აგებული იქნება კულტურის თემებზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აქცენტები გაკეთდება კულტურის პოლიტიკაზე, კულტურაში არსებულ პრობლემებზე, ასევე გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაშუქება და ამ გადაცემის საშუალებით მოხდება კულტურაში მოღვაწე წარჩინებული ახალგაზრდების წინაპლანზე წამოწევა. ამას რასაკვირველია მაყურებელი თანდათან შენიშნავს. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას, ეს არის წიგნისა და ადამიანის ურთიერთობა. რატომ შევარჩერე ამჯერად არჩევანი წიგნზე? მე ვფიქრობ, რომ წიგნი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია. დღეს წიგნებზე ისე აღარ არის მოთხოვნა, როგორც უწინ. ბიბლიოთეკებშიც ისე ხშირად აღარ ამიდადის და მოკლედ რომ ვთქვათ, წიგნების მიმართ ინტერესი გაგვინევდა. წიგნის ხელში აღებას, როდესაც გადაწყვეტ, მე ვფიქრობ, რომ მის შიგნით უნდა იკარგებოდე, რამდენიმე საათი იმ პერსონაჟების ცხოვრებით უნდა ცხოვრობდე, რომელსაც ბუნებრივია კითხვის დროს შეხვდები. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ამ თემაზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი დავით არაბული. მოგესალმები დავით. პირველ რიგში უღრმეს მადლობას მოგხსენებ იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. და მოდი გადმოვალ პირველი კითხვით. რა არის შენი აზრით წიგნი და რატომ ენიჭება მას ამ ხელოვნებმნიშვნელობა ჩვენ ცხოვრებაში? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და დებიუტის წარმატებით შედგომას. ძალიან დიდი მადლობა. წიგნი ადამიანის ცხოვრებაში არის უმნიშვნელოვანესი რამ, როგორც წიგნის გარეშე, როგორც სუნთქვის გარეშე ვერ იცოცხლებს ადამიანი, ისე წიგნის გარეშე ვერ განვითარდება. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ წიგნი თუ არ იქნება ადამიანის წინსვლაც არ იქნება, იმიტომ რომ წიგნი არის ადამიანის ფანტაზიის საზღვრების გაწევა იქით, სადაც უციგნური ადამიანი ბრჭყალებში ვერ მიეწოდება იმ სიღრმეს, იმ ცხოვრების, იმ ეტაპზე ვერ შედგება, რაც აუცილებელი არის იმისთვის, რომ ადამიანმა იცხოვროს და არა იარსებოს. დავით, მე მაინტერესებს, აი, შენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია წიგნისა და ადამიანის ურთიერთშერწყმა, ასე ვთქვათ? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანის ეს ხდება ყველაფერი თავისნებურად ხდება რა. არ შეიძლება ამას ვერ დაგეგმავ წიგნის აღებას ვერავის ვერ დააცალებს. შეიძლება მცირე ასაკში ბავშვს აიძულო რომ წიგნი წაიკითხოს, მაგრამ თუ ეს მის ჩვევაში არ გადაიზარდა ის შემდეგ და არ დაინტერესდა წიგნმა, ის ვერ აიღებს ძალა წიგნს და ვერ წაიკითხავს. შესაბამისად, შერწყმად ანალოგიურად ხდება რა. თუ დაინტერესდა შეერწყმება და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია წიგნი, კიდე აღნიშნავ რომ წიგნის გარეშე ადამიანის განვითარება ვერ მოხერხდება და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი საშუალება რითიც შეიძლება ადამიანი განვითარდეს და ამიტომ აუცილებელია მისი შერწყმა. მე მაინტერესებს დავით, რამდენად ეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ადამიანი ყოველი წიგნის წაკითხვისას ახალ აღმოჩენებს აკეთებს. აი შენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს მაინტერესებს? მე მაგას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ახალი აღმოჩენა წიგნსაც გააჩნია, ხო რას კითხულობ, შეიძლება აღმოაჩინო, შეიძლება ვერ აღმოაჩინო, მაგრამ არსებობს წიგნები, რომლებიც წავიკითხე მე და იქ რაღაც ჩემი დავინახე, ჩემი თითქოს რაღაც პერსონაჟი შეიძლება რაღაც მცირე, მთლიანად არა, მაგრამ მცირე ჩემს ცხოვრებას ემთხვეოდა ან რაღაც იყო იქიდან დეტალები, რაც ჩემთვის გულთან ახლოს მივიტანე და შესაბამისად რაღაც გავაიგივე ჩემი ცხოვრება იმის ცხოვრებასთან. მე გადაცემის დაწყებისთანავე აღნიშნე, რომ დღესდღეობით წიგნის მიმართ ინტერესი გაგვინევდა, განსაკუთრებით ჩვენს თაობას. აი ამას როგორ ახსნი და ეთანხმები თუ არა ზოგადად ამას? მე ვფიქრობ, რომ წიგნის ინტერესი თუ კვლევებს დავეყრდნობით დღეს საქართველოს აზიის და აფრიკის ქვეყნებზე კიდე დაბლა დგას წიგნიერების დონით. ამით ამას რითი ზომავენ და რითი წონიან ჩემთვის უცნობი არის, შესაბამისად მაგაზე მე ვერ ვისაუბრებ, რატო დგას იმაზე დაბლა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა, ესე არ არის, იმიტომ რომ გასულ წელს მე ვიყავი წიგნის ფესტივალზე და იქ იყო სრული ანშლაგი, ფაქტობრივად რიგებში დგომა გიწევდა, რომ რომელიმე გამომცემლებასთან მისულიყავი და შენი სასურველი წიგნი შეგერჩია და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ის ახალგაზრდა თაობა იყო იქ მოსული, რომელზეც საყვედურები ისმის, რომ ეს თაობა უციგნურია, ეს თაობა ესე, ეს თაობა ესე. ეს საყვედურები ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ საქართველოს ყავს თაობა, რომელიც წიგნიერი არის,
აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყნისთვის რაღაც გააკეთონ და ისევ თავი განავითარონ კითხვით და შესაბამისად ეს დამოკიდებულება და ეს რაღაც წყალებში იარაღის მიწებება, რომ დღევანდელი თაობა არის უწიგნური, ჩემი აზრით ბანალურია და გადაჭარბებულია, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს რაღაც ერთი ხელის მოსმით რაღაც ყველას ერთი სტატუსი მივანიჭოთ და მე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს იმის ამბიცია, რომ განვითარდნენ კითხვის საფუძველზე, მათაც ის ენთუზიაზმი ჩაუკლათ, რომელიც აქვს და იმ იარაღის ქვეშ მოვაქციოთ, რაც ყველაზე ცუდია, რომელსაც უწიგნურო გვაქვს. ანუ შენ ფიქრობ, რომ დღეს ჩვენი თაობის წარმომადგენლები კითხულობენ ინტერესით და ეს არ არის იძულებითი ფორმა. რა თქმა უნდა, ინტერესით კითხულობენ და ამას კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამის იძულება, წიგნის საკითხვის იძულება, ეს მხოლოდ ხდება სკოლის ასაკის ბავშვებისთვის და შესაბამისად, როცა უკვე სტუდენტი ხარ და შენი საქმე გაქვს გარკვეულწილად და იცლი წიგნისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ინტერესიდან გამომდინარე ხდება შენი წიგნის დამოკიდებულებას უფრო აჩენს ვიდრე ის, რომ იძულებით ბავშვს დაუდო და ეს წაიკითხო და შემდეგ ჩამაბარო ეს. ანუ ეს უნდა მოხდეს შენი სურვილის სამებრ და ეს არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ხო, რა თქმა უნდა, ეს მე ვფიქრობ, რომ მშობელმა უნდა მიუთითოს, უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ ბავშვს შეუყვარდეს წიგნი და ზოგადად რაღაც ინტერესი გამოიჩინოს. ეგ გაუცილებელია, როცა ბავშვმა არ იცის რა უნდა აკეთოს და დრო რაში უნდა გაიყვანოს. იქ უნდა იყოს გამოყოფილი, მე ვფიქრობ, რამდენიმე საათი, სადაც ბავშვი უნდა დაჯდეს და დასვას მშობელმა და აკითხოს და შესაბამისად მე ეს ჩვეულებრივი ამბავია, გადაიზრდება, ჩვევაში გადაიზრდება და ის მოთხოვნილება გაუჩნდება, რომ დაჯდეს და წაიკითხოს წიგნი. მე ვფიქრობ, რომ ყოველი წიგნის შექმნის წინაპირობა არის ადამიანი. ამას მე ვფიქრობ, არ ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ადამიანთა ძალიან დიდი პროცენტი ვერ იზიარებს ამას ზოგადად. აი შენი აზრი მაინტერესებს. როგორც ავტორები აღნიშნავენ, უპირველეს ყოვლისა ისინი აღნიშნავენ, რომ ეს მათი თავისთვის ქმნიან. თავისთვის ქმნიან იმიტომ, რომ ის მათი რაღაც ცხოვრების ნაწილი არის, მათი სათქმელი არის, რასაც იძახიან თავის ნაწარმოებებში. შესაბამისად, რამდენად იქმნება ადამიანისთვის ეს ამას ვერ გათვლის ავტორი, იმიტომ რომ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება წაიკითხოს, საერთოდ ვერ გაიგოს რა ხდებოდა, მაგრამ ავტორისთვის იქ იმდენად მნიშვნელოვანი იყოს თავისთვის ის რაღაც დეტალები, საერთოდ ის შემოქმედება, ის ნაწარმოები, რომ არც კი იფიქროს მკითხველზე, მკითხველი რას აზრს გამოიტანს, გაიგებს თუ არა, მიიღებს თუ არა ამ წიგნს, მაგრამ არსებობენ მწერლები, რომლებიც დღესდღეობით გაპეტიშებულები არიან და კვარცხლბეკზე ზიან, სიდიდის ეს უფრო მე ვფიქრობ, სწორედ იმ უწიგნური ადამიანების დამსახურება, რომლებმაც არ იციან რა არის კარგი და რა არის ცუდი და კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. შესაბამისად, ესეთი ადამიანები, რომლებიც ამ უწიგნურმა ადამიანებმა სიმაღლეებზე აიყვანეს, ესენი ქმნიან პროდუქტს, ადამიანის პროდუქტს, რომელიც ადამიანის სულიერების დამახინჯებას გამოიწვევს და ბავშვებისთვისაც ამიტომ და ესეთი რაღაცები ვფიქრობ დღეს არ უნდა ხდებოდეს და შესაბამისად არ უნდა აი ესეთი ლიტერატურა არ უნდა მიცეს მშობელმა შვილს სერიასაკში მიუხედავად იმისა, რომ მარტივი გასაგებია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ბავშვს საფუძველი რომ მოუზადო იმისთვის, რომ შემდეგ უფრო რთულ ლიტერატურას შეეჭიდოს, მანამდე აუცილებელია მარტივს შეაჩვენ, იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც 20 წლამდე შენ ერთი წიგნით არ გაქვს წაკითხული ადამიანს, უბრალოდ მე გიჭირს აღქმა იმისა, თუ რას გადმოგცემს ავტორი. ამიტომ ჯერ მე ვფიქრობ, მარტივიდან უნდა დავიწყოთ და რასაკვირველია გემოვნებაც უფრო და უფრო დაგვახვეწოს. მაგრამ რა თქმა უნდა, მარტივიდან უნდა დავიწყოთ. ისეთი მარტივიდან, რომელიც რაღაცას მიმცემი იქნება ადამიანისთვის და არა ისეთი მარტივიდან, რომელიც მის სულიერებას დაამახინჯებს და სული სიმარტივის ქვეშ მოექცევა. აუცილებელი ზღაპარი მარტივი წასაკითხია, მაგრამ იქ იმხელა სიღრმეებია და იმხელა ქვეტექსტებია, რომ ყველა ბავშვისთვის გასაგებია და იმის სულიერებას აყალიბებს, იმის სინაზეს აყალიბებს და ადამიანურ ბუნებას უღვიძებს, თუ შეიძლება ესე ითქვას, რაღაც სიყვარულს ასწავლის და ასე შემდეგ.
მე მაინტერესებს შენ რამდენად აქტიური მკითხველი ხარ? მე ამაზე მე რო ვისაუბრო რამდენად აქტიური როცა მცალია ძირითადად ვკითხულობ, უფრო თანამედროვე ავტორებს ვკითხულობ, იმიტომ რომ მაინტერესებს დღეს რამდენად არის საქართველოში რამდენად ნიჭიერი ადამიანები მოდიან, რომელსაც შეუძლია შექმნან ის შემოქმედება, რომელიც დროს გაუძლებს. აქედან გამომდინარე, არა მარტო ამას ძველსაც ვეცნობი, რომელმაც უკვე დროს გაუძლო და ჩვენამდე მოვიდა ისე რომ არავის არ შეპარვია ეჭვი იმაში რომ ის შეიძლება იყოს მაგარი ავტორი თუ არ იყოს, მაგრამ დღეს რაც შეეხება ჩემი თუმცა ამაზე ყოველს თავისი შეხედულება აქვს, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ძალიან ინდივიდუალურები, შესაძლებელია შენთვის ესა თუ ის წიგნი იყოს ღირებული, მაგრამ პირიქით ჩემთვის მიუღებელი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. ყველაფერი არის ინდივიდუალურიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინც მივდივართ ინდივიდებთან და ინდივიდების დამოკიდება ზოგადად ლიტერატურასთან, ადამიანთან თუ ღმერთთანაც. მე მაინტერესებს შენი პირველი წიგნი, ან არ იყოს თუნდაც პირველი, მაგრამ მე მაინტერესებს შენი შთაბეჭდილება, ანუ რომელმა წიგნმა მოახდინა ძალიან დიდი სიამოვნების მონეჭება შენთვის. ეს იყო ძალიან ადრე სკოლის ასაკში, ალბათ მე-6 კლასში ვიქნებოდი წავიკითხე, ესეთი წიგნი იყო, მე მგონი თუ არც პატარა მაწანწალა ერქვა, მე მგონი ესეთი წიგნი იყო, რომელმაც ჩემში გამოიწვია დიდი ფორიაკი და ფორიაკიდან ცრემლებამდეც კი მემიყვანა. წაგიკითხავს თუ არა ეს წიგნი მეორედ, მესამედ? არა, მე აღარ წამიკითხე. ანუ ერთხელ წაიკითხე და ბავშვობაში ძალიან მაინც და მაინც თავგადაკრული მკითხველი არ იყავი, ესე თუ რამე ჩამივარდებოდა უცებ ხელში და მეტყოდნენ უნდა წაიკითხო, კითხულობდი და შესაბამისად შენ შემთხვევაში იძულებით არ ყოფილა ეს შენ გაგიჩნდა ხო არა, მე რა თქმა უნდა ინტერესი გაჩნდა და ისიც გავაცნობიერე რომ აუცილებელია იკითხო იმისთვის რომ განვითარდე და შენი რაღაც ადგილი იპოვო ქვეყანაში სადაც ხოვრი და ეს იყო მთავარი მიზანი იმისთვის რომ მე წიგნი ამეღო ხელში და წამეკითხა რომ ჩემი თავის განვითარების გზა მეპოვა განვითარებინა და ასე შემდეგ. ესე იგი შენ მე როგორც გავიგე კითხულობ. კი, კითხულობ აქტიურად, როცა დრო მაქვს თითქმის სულ კითხულობ და ასევე დავდივარ ღონისძიებებზე, სადაც ვისმენ და არა ვკითხულობ. ძირითადი პრობლემა იცი რა არის დღევანდელი თაობაში. ადამიანები ისმენენ და აღარ კითხულობენ და მოსმენენ და წაკითხული სხვადასხვა რაღაც ძალიან ზედაპირულია. სხვადასხვანაირი არის, იცი როგორ არის როცა ისმენ შეიძლება უკვე ყური იმდენად ვერ აღიქვამს იმ სიმარტივეს, რამდენადაც შეიძლება წაკითხulis დროს აღიქვა. და ის რაღაც მოსმენის დროს ფიქრობ რომ ეს კარგია, მაგრამ რო კითხულობ იღლები. გასაკვირველია. და უფრო სიღრმეებში შედიხარ და ბუნებრივია. ხო, რა თქმა უნდა, აანალიზებ რა. მეტი დაკვირვება იჩენს თავს. კი, ნამდვილად. მოკლედ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. ჩვენი პირველი ბლოკის სტუმარი იყო დათო არაგული, ძალიან დიდი მადლობა დათო შენ საინტერესო პასუხებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.